დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში, როცა ერი მმართველ კლასს ირჩევს, ეს არჩევანი მისი სარკეა. ცივილიზებული ერები ამ არჩევანით განსაზღვრავენ საკუთარ სახეთ დანარჩენ სამყაროს ვინ წარუდგინა. ამ სახეში და სარკეში ჩანს ამ ერის თვითშეფასება, მისი ღირებულებები, მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ასეთი არჩევანის გაკეთების უფლება მინიმუმ 6 წელია ქართველებს ძალადობრივად, დაშინებით, შანტაჟით, მანიპულაციით და ტვინის გამორეცხვით პრაქტიკულად წართმეული აქვთ. ვინ იქნება მსოფლიოში ქართველების სახე და სარკე? ამას ჩვენი ლოკალური ფიზიკურად მომცრო ზომის, მაგრამ დიდი ბოროტების დამტევი, მრავალი ლიტერატურული სახის მქონე პერსონაჟი წყვეტს. ამ შემთხვევაში შარიკოვს ვამსგავსებ მას, ვისაც არ გახსოვთ, შარიკოვი ბულგაკოვის პერსონაჟია, რომელსაც პროფესორი პრიაბრაჟინსკი ქუჩის ძაღლისგან ადამიანად აქცევს. შარიკოვიც უვიცი, პრიმიტიული და შეუვალია. ისიც ვერ გამოთქვამს სწორად სიტყვებს. თუმცა აქვს პრეტენზია, ძალაუფლება და რაც მთავარია, ისიც ნარცისია. მას გულწრფელად სჯერა, რომ კარგი გემოვნება აქვს, დახვეწილია და ზოგადად მისი არსებობა დიდი ბედნიერება გონია. ჩვენს შარიკოს ამ შემთხვევაში ორიგინალზე მეტი ძალაუფლება აქვს, მთელი ქვეყანა აქვს ერთპიროვნულად მიტაცებული და საკუთარი ცხოველების ფერმაც აქვს, საიდანაც აკომპლექტებს მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, პრეზიდენტებს, ხანდახან მათ მეორე ნახევრებსაც კი. თითქმის 14 წლიანი მმართველობის შემდეგ რა მივიღეთ, როგორი ფორმით და ამ ფერმის რომელი ან როგორი ცხოველებით დაკომპლექტდა ჩვენი წარმომადგენლობა, დააკომპლექტდა უბრალოდ ჩვენი წარმომადგენლობა ამ ივანიშვილ შარიკოვმა. დარწმუნებული ვარ, სოციალურ ქსელებს, ვინც მოიხმარს, ყველამ ნახა ამერიკაში საერთაშორისო ფორუმზე, მსოფლიო მედიის კამერების წინ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც კმაყოფილი და უდარდელი გამომეტყველებით მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ დელეგატებს შორის ზის და მარჯვედ იქნევს ყბებს. ხან ტელეფონს ჩახედავს და ჩასქროლავს, ხან იმავე კმაყოფილი თავდაჯერებული გამომეტყველებით აუდიტორიას ათვალიერებს. ყბის ქნევას ერთი წამითაც არ აჩერებს. კმაყოფილი შიგადაშიგ საღეჭი რეზინის ბუშტს გასაბერ პოზიციაში მოიყვანს, მაგრამ შემდეგ ყბას მუწავს. ალბათ ფიქრობს, რომ დიდი ბუშტის გაბერვა შეიძლება მაინც და მაინც სასურველი არ იყოს. იმავე დღეებში მელანია ტრამპის მიწვევით ქალთა საერთაშორისო ფორუმზე აი ამ ცხოველების ფერმის კიდევ ერთი ბინადარი, შარიკოვ ივანიშვილის დანიშნული პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი გამოდის სიტყვით. თამარ ბაგრატიონი, წოდებით და თანამდებობით საქართველოში ნომერ პირველი ინფუზორის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლეა. ეს პირველი ლედი წვალებით, ბორძიკით, ხმის კანკალით და პერიოდული ნერვიული ჩაცინებებით ცდილობს და ცოდვილობს ქართული ასოებით ჩაწერილი ინგლისური ტექსტის ამოკითხვისას. აი ცუდი მოსწავლე რომ კაცი მასწავლებლის წინ ცდილობს კითხვაში ვარჯიშს, სუსად ისე. სიტყვებს ვერ გამოთქვამს, ამახინჯებს და იმ ეპიზოდში, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, ის ცდილობს 45 პირველ ლედის მთელი მსოფლიოდან უთხრას, რომ საქართველოში პირველი მონარქის სახელი ჰქვია, ქალი მონარქის სახელი, რომელსაც მე-12 საუკუნეში ვუწოდეთ მეფე და არა დედოფალი და ეჭვი მაქვს, რომ ქართველი ერის განვითარებულობაზე და მის უპირატესობებზე
მისი ტრადიციების სიძველეზე და განსაკუთრებულობაზე უნდა ყოფილიყო ეს პასაჟი. მართლაც საქართველოს ის ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სრულყოფილი დამწერლობა აქვს. კაცობრიობის ისტორიაში ასეა ჯერჯერობით ცნობილი. ქართული ანბანი, რომელშიც 33-ასოა და ქართული დამწერლობაც იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი. საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, სადაც მე-12 საუკუნეში ქალი თამარ მეფე მართავდა და ისიც ბაგრატიონი იყო ნამდვილად. და კავკასიაში ოქროს ხანა მართლაც რამდენიმე საუკუნით უსწრებს ევროპულ აღორძინების ხანას. თუმცა საქართველოს დღევანდელ იმიჯს და შინაარსაც, რა ვიცი, რამდენიმე ცნობილი ნაწარმოები უფრო განსაზღვრავს და განსაკუთრებით ეს ორველის 1945 წლის აღწერს უფრო სწორედ 45 წელს დაწერილი ცხოველების ფერმა. ორველი საბჭოთა კომუნიზმზე წერდა, მაგრამ აი ეს ანალიზის ლოგიკა ცხადია უფრო ფართოა და ის გულისხმობს, რომ ყოველი სისტემა, რომელიც ძალაუფლებას ლოიალობით, შიშით და კლიენტელიზმით ასაზრდოებს კომპეტენციის და ეთიკის ნაცვლად, სათავეში იმას აქცევს, ვინც ყველაზე კარგად ემსახურება ბატონს და არა მას, ვინც უკეთ ემსახურება ქვეყანას. ამერიკელმა სოციოლოგმა თორსტეინ ვებლენმა 1899 წელს შემოიტანა ცნება conspicuous, უფრო სწორედ ხედავთ მე შემეშალა, მაგრამ ისე არა როგორც პირველადის incompetence. ანუ ეს არის გამომზეურებული თვალსაჩინო დემონსტრირებული არაკომპეტენტურობა, როგორც სტატუსის ნიშანი. ანუ მე ვინმეს, ვინც თანამდებობას იკავებს, არ მჭირდება ჭკვიანი, განათლებული ან ეთიკური ვიყო, რადგან ჩემი ძალა, ჩემი განათლება, ჩემი ჭკუა და უნარები არ არის და ეს ბატონმა კარგად იცის, ჩემი ძალა სხვა რამეა. ეს არის ერთგულება, ყურმოჭრილი მონობა და უპირობოდ მიღება ბატონის ნება-სურვილის. ივანიშვილის შემთხვევაში ამ ცნებას კიდევ ერთი განზომილება ემატება. ივანიშვილი არ არის მხოლოდ ავტოკრატი, ის ისტორიული, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური თვალსაზრისით არის ადამიანი, რომელიც ქართულ კულტურას პრინციპში არასდროს ეკუთვნოდა და რომელმაც ეს კომპლექსი, როგორც ჩანს, ვერ გადალახა. ივანიშვილი არის ის, ვინც ამ კულტურამ სიამდვილეში არ შეიყვარა და არ მიიღო და ჩემი აზრით მან ზუსტად იცის ეს, ან გრძნობს ამას და ამიტომაც ცდილობს გაანადგუროს ის, რამაც არ მიიღო და არ შეიყვარა. არსებობს ერთი კლასიკური ფსიქოლოგიური მოდელიც, რომელსაც ფრანგი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი ფრანც ფანონი სხვისი სიძულვილის მექანიზმად აღწერდა, რომელიც კოლონიალიზმის კონტექსტში მუშაობდა და მსგავსი მექანიზმით ავტოკრატიების განხილვაც შეგვიძლია. ანუ ბიცინა ივანიშვილი გამდიდრდა რუსეთში. ის საქართველოდან, როგორც მის წარმოდგენაში და აღქმაში საქართველო არის პროვინციიდან, სოფლიდან ჩასული ბიჭი იყო, რომელმაც 90-იანი წლების ქაოტური კაპიტალიზმის დროს სომხური კომერციული კონტაქტების და რუსული პოლიტიკური კავშირების გამოყენებით სწრაფად დააგროვა ქონება და ის არასდროს ყოფილა თბილისის ან რომელიმე დიდი ქალაქის, ან ქუთაისის, ან ბათუმის ინტელექტუალური, ბოჰემური, განათლებული, კულტურული ელიტის ნაწილი. ამ სამყაროს ნაწილი არასდროს ყოფილა. აი, ქართველი თუნდაც საბჭოთა ინტელიგენტის სამყაროს, მწერლის, პოეტის, მოაზროვნის, დიპლომატის, უბრალოდ თბილისელის, ან იმავე ქუთაისელის, ან ბათუმელის სამყარო.
მან ზუსტად იცის, რომ ამ რაოდენობით სიმდიდრე რომ არ დაეგროვებინა, ხალხი, რომელიც დღეს მას ხალიჩებს უგებს და ფეხებს უკოცნის, მას გამარჯვებასაც არ ეტყოდა. დღეს ამ ადამიანს ყველაფერი აქვს, ფული, ძალაუფლება, თავისი ქვეყანაც აქვს, მაგრამ კლასი, ანუ ის, რასაც ქართულად კლას უწოდებთ, ეს რაღაცა გარკვეული ადამიანური ხარისხი, სიმშვიდე, ფასეულობა, ღირსება, რომელიც მისთვის სამწუხაროდ არ იყიდება და რაც მას არ აქვს და არც მის შთამომავლებს ექნება სხვათა შორის, ეს ყალიბდება ოჯახში, წიგნში, სკოლაში, ურთიერთობის სხვა კულტურაში. და რას აკეთებს ადამიანი, ვისაც ეს კლასი არ ყოფნის და ვერ წყიდულობს, ხო? ცდილობს გაანადგუროს ის. ჩემი აზრით, მას სძულს ქართული ყველაფერი, რაც ამ კლასს გულისხმობს. სძულს განათლებული, მოაზროვნე, დახვეწილი, თავდაჭერილი, ღირსეული, საკუთარ თავში დარწმუნებული და შემდგარი ადამიანები. ამიტომ პირველ რიგში პოლიტიკური ელიტა დააკომპლექტა ისე, რომ ქართველებს ყველაზე უვიცი, ყველაზე გაუთლელი, ყველაზე ხეპრე, ყველაზე უაზრო და უნარო ადამიანები წარმოადგენდნენ ყველგან, სადაც ჩვენი წარმომადგენლობა გამოჩნდება. კი თქვა თავიდანვე, რომ საქართველო ერთი პატარა პროვინცია, რამე დიდი და მნიშვნელოვანი ხო არ გონიათო. სიამდვილეში ეს იგულისხმა და ჩვენ კიდე არ დავუჭერეთ. სხვათა შორის სოციოლოგიაში ამ მოვლენას კონკრეტული სახელი აქვს, კლიენტელური ლუმპენიზაცია ქვია, როცა მმართველი კომპეტენტურ ელიტას დამოკიდებული, განუვითარებელი, ლოიალური, ნახევრად ლუმპენური ფენით ანაცვლებს. ანუ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილი ნოვატორიც არ არის. ეს მოდელი არის ბელარუსში, ყაზახეთში და ბოლო აწლეულების განმავლობაში რუსეთში და ზუსტად ასე მუშაობს. ივანიშვილი უბრალოდ ამ მოდელს ნერგავს ქართულ რეალობაში. მაგალითად გადავხედოთ კონკრეტულ შემთხვევებს და ეს არ არის, ვთქვათ, ჩემი ინტერპრეტაცია. ეს არის ფაქტები, რომლებიც მმართველობის ადრეული წლებიდანვე გამოჩნდა, როგორც აი ამ მოვლენის სიმპტომი. თბილისის ერთ-ერთი მერი პროტესტის მონაწილე ადამიანებს და ახალგაზრდებს მაიმუნო ვირიშვილოს ძახილით აგდებს მერის ლობიდან, როგორც მახსოვს. ნარმანია ვთქვათ, ყაველაშვილი ანის მინისტრის მოადგილე კვიციანი ნამდვილად არ ყოფილა, არც კალაძის ინტელექტი და საგამანათლებლო ბაგაჟი აქვს, ესეც უნდა ვთქვათ, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე პროფესორმა ნარმანიამაც არ იცოდა, როგორ უნდა იქცეოდეს მოქალაქეებთან ოფიციალური თანამდებობის პირი და არც ის იცოდა, რომ საჯარო მოხელეს, განსაკუთრებით კი ქალაქის მერს თმენის ეთიკური ვალდებულება აქვს და ეს ვალდებულება ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერ ემოციურ გამაღიზიანებელზე მაღლა დგას. ქუჩური და მდაბიო ლექსიკის დედაქალაქის მერის მხრიდან გამოყენება უბრალოდ ადამიანური სისუსტე ამ შემთხვევაში განსაკუთრებით არ არის. მმართველობის ხარისხის სიმპტომია. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო, ახლა გაუშვებს ჩვენი ტექნიკური ასისტენტი ამ ვიდეოს. კარგად გაგახსენებთ. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს? ვინ არის ეს? მომეცით საშუალება, რომ ჩემი აზრი გამოვხატო და გავაგრძელოთ ჩვენი შეხვედრა. ქუჩის დემაგოგია გახდა, ქუჩის დემაგოგია. მაიმუნო ვირიშვილი. ულტიმატუმები ჩაწერა. მეორე მერი კიდევ უფრო შორს წავიდა, მრავალი მარგალიტიდან, რომელიც ისტორიას და სახელმძღვანელოებს დარჩება იმედია, როგორც ნეგატიური მაგალითი, მე მაგალითად მთაწმინდიდან გამოქანების ამბავს გამოვყოფდი.
რომელიც ქართულ თბილისურ ქუჩის ენაზე სრულიად კონკრეტული მნიშვნელობის ფრაზაა. ანუ თაწმინდიდან გამოქანება, შეურაცხყოფის ის ფორმა, დედის გინების, პენისის წოდების, ან აი მსგავსის ექვივალენტი რო არის. და კალაძის შემთხვევაც არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გაუთლელობა, ის არის სახელმწიფო პოზიციის, სახელმწიფო პოლიტიკის ენობრივი ფორმა და გამოხატვა. ეს ეპიზოდიც ვნახოთ თუ შეიძლება. ანდრია, გვაჩვენე კალაძის ეპიზოდიც. შეიძლება რაღაცა ტექნიკური პრობლემა არის. ვერ ვაჩვენებთ კალაძის ეპიზოდს როგორც ჩანს, თუმცა ყველას გვახსოვს, რაზე ვსაუბრობ. ასევე იმედია გვახსოვს ყველას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის საკომიტეტო განხილვის დროს ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას ოფიციალური საპარლამენტო პროცედურის ჩარჩოში პირდაპირ გინებით. ანუ რომ ვთარგმნო ეს გინება ახლობლების ან უკეთილების გაუპატიურებით, რომ ემუქრება ანალური გზით. ეს მაინც შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ და გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს. ლაზვა გინებაზე გადმოცული პრემიერ-მინისტრი. ამავე ციგადო დუქაში და მოსელი. შებართა. შენ მოგიწრავ კეთილებს იცოდი რა იგი? ერთხელ გაბრიელ გარსია მარკეს კითხეს, რა განასხვავებს ნორმალურ პოლიტიკოს ავტოკრატისგანო და ნორმალური პოლიტიკოსი სულ მცირე გარკვეულ იარაღებს იყენებს კეთილშობილად რომ გამოჩნდეს, ანუ ეს ციტატა არ არის, ცხადია, ჩემი პერიფრაზია. ავტოკრატი კი და სახეს მაშინ ავლენსო, როცა ამ იარაღის საჭიროება ქრებაო, ასე უპასუხა მარკესმა და ივანიშვილის ეპოქაში ეს სახე მართლა ძალიან სწრაფად გამოჩნდა. უბრალოდ საზოგადოება ვაგვიანებთ ამაზე დროულ და სწორ რეაგირებას ალბათ. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც ის არის, რატო ხდება ეს. და ჩემი აზრით პასუხი სამი ჰიპოთეზის ერთობლიობაა, ესე ვთქვათ, რომელიც ერთმანეთს არ გამორიცხავს და ჩემი აზრით ერთმანეთს ამყარებს. პირველი ეს არის კომპლექსი და შური, ანუ ივანიშვილი, რომელიც ქართული კულტურული ელიტის ნაწილი ვერასდროს გახდა და ვერც გახდება. ახლა ამ ელიტას ანაცვლებს აი ამ საკუთარი კლიენტებით, სურს რომ ქართველი კულტურული ადამიანის კლასი უბრალოდ მოკლას. ეს არის ბოღმა, რომელიც მმართველობის ერთ-ერთ ინსტრუმენტად გადააქცია. მეორე გეოპოლიტიკური ძღვენი რუსეთს, ანუ გაჩანაგებული, დამცირებული, საერთაშორისო არენაზე დისკრედიტირებული საქართველოს ზუსტად ის სახეა, რომელიც რუსეთს სჭირდება. საქართველოს, რომელიც ნატოსთვის და ევროკავშირისთვის მიუღებელი დაბალი სტანდარტების, რაღაცა ბანანის რესპუბლიკის მსგავსი წარმონაქმნი, რომელსაც არასდროს არაფრის შანსი არ ექნება რუსეთის უკანა ეზოდ ან ბოსტნად დარჩენის გარდა. და მესამე ასევე დასაშვებია, რომ ივანიშვილი შეგნებულად კი არ ირჩევს უვიც კლიენტელს და რაღაცა ეს მხოლოდ ეს მიზნები კი არ აქვს, მასთან სხვას უბრალოდ არ უნდა ყოფილიყო. კომპეტენტური, კულტურული, თავის თავში დარწმუნებული, ღირსეული ადამიანი ამ სისტემაში, ან ოპოზიციაშია, ან ემიგრაციაში. უბრალოდ აღარ აქვს ივანიშვილს რესურსი, ნდობა და მიზიდულობა, მიმზიდველობა მათ შორის ასეთი ხალხისთვის. ხო
და დარჩენილია ერთგული ყმების, მონების და ლუმპენების ამარა. და ეს სამივე ჰიპოთეზა ჩემი აზრით სრულ სურათს ქმნის. კიდევ ერთ ლიტერატურულ ანალოგიას მოვიყვან, იმიტომ რომ ხშირად მახსენდება ვილჰელმ ბუშის და მარტო არა ვარ, მე ბევრი ახსენებს ხოლმე ივანიშვილთან მიმართებაში ისეთი ანალოგია, რომელიც მაშინვე იწვევს ასოციაციას 1800-იან წლების შუაში თუ ვაცდები დაწერილი პატარა ცახესი, საბავშვო იუმორისტული ნაწარმოები, სადაც ბავშვი საკუთარი სიმახინჯის კომპენსირებისთვის ის ცხოვრებას ანგრევს და ეს პატარა ცახესი ევროპულ კულტურაში გახდა კონკრეტული ტიპის ადამიანის სიმბოლო იმის, ვინც ვერ შედგა, ვინც ვერ შეიყვარეს, ვინც ვერ მოახერხა თავის გარემოცვასთან ერთიანობის, რაღაცა იმ ერთობის განცდა და ვინც ამ კომპლექსს გრევით ანაზღაურებს. და დღევანდელ ქართულ კულტურულ სივრცეში ამ ტიპს კარგი სახელი ჰქვია ქოცი. ამ სიტყვის ყველა შრით. ქოცი არ არის მხოლოდ გაუთვლელი, გაუნათლებელი, უვიცი, უსინდისო. ის ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილით კმაყოფილია, ამაყია, უვიცი და ხეპრეა და ამ უვიცობას და ხეპრეობას ამკვიდრებს სახელმწიფო ინსტიტუტებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და ივანიშვილის სხვა მრავალ ლიტერატურულ სახესთან ერთად ჩვენი პატარა ცახესიც არის, ოღონდ თავის საკუთარი ციხეებით, მილიარდებით, ტელევიზიებით, სასამართლოებით და ქართული უცნებით. ქართული საჯარო სივრცე სრულყოფილი არასდროს ყოფილა, ესეც უნდა ვაღიაროთ, ამ სივრცეში ოდითგანვე იყო ვულგარულობაც, ეგოიზმის, ნარცისიზმის, ბოროტი ტრაიბალიზმის, მაგრამ ამავე სივრცეს ჰქონდა სტანდარტიც და პიკიც. იგივე ინტელიგენტობის, ინტელექტუალობის, კლასის, ქართული ღირსების სტანდარტი, რომელსაც ილია, აკაკი ვაჟა-ფშაველა, ნიკოლაძე, ტიციანი, პაოლო გალაქტიონტაბიძე, ივანე ჯავახიშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და სხვა მრავალი, შეიძლება დღეები არ მეყოს ჩამოსათვლად, ხო? გამოხატავდა. და აი ამას ანგრევს და ანადგურებს დღეს ივანიშვილი. თუმცა ივანიშვილის რეალობა და სურვილები ერთია და მეორეა ის, რა გვსურს ჩვენ ქართველებს. რუსთაველზე, რიყეზე, ფილარმონიასთან, უნივერსიტეტთან თუ სხვაგან საპროტესტოდ გამოსული ადამიანები ივანიშვილის ოცნებას არ იმსახურებენ. და როგორც ხედავთ, ჯიუტად ითხოვენ იმ სახეს, იმ იმიჯს და იმ წარმომადგენლობას, რაც შეეფერება ღირსეულ, განსწავლულ, სამართლიან ევროპული და დასავლური ყაიდის საზოგადოებას და ქვეყანას. სადაც ხელისუფლების წარმომადგენელი საღეჭი რეზინის ღლაჭუნით არ მოგჭრის თავს საერთაშორისო არენაზე. სადაც პრეზიდენტის ცოლი თავჩარგული, მოკუნტული და თვალებზე თმებ ჩამოყრილი არ იცოდვილებს შვიდწლიან დადების წარმოსადგმელად. და ინგლისური ხაპასხუპით თუ არ აცოდინება, იმდენი თავმოყარეობა იყოფა, რომ ჩვენს უძველეს, ლამაზ, მდიდარ და სრულყოფილ ენაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც შეიძლება მთელი მსოფლიო უსმენდეს. ქართული ხალხი ითხოვს და იმსახურებს ქვეყანას, სადაც თანამდებობის პირი ამომრჩეველს ან არა ამომრჩეվել მოქალაქეს, არც მაიმუნს, არც ვირიშულს არ ეძახის და თბილისიც იმსახურებს მერს, რომელიც მთაწმინდიდან გამოექანე და აგერ დამასკდიო არ ეტყვის ჟურნალისტს. და იმეც ვიტოვებ, რომ სულ მალე საქართველო ივანიშვილის აი ამ რაღაცა მტანჯველი კომპლექსების დაძლევის ასპარეზი ან რუსეთის ბოსტანი კი არა, ნორმალური და განვითარებული ქვეყანა იქნება. და კიდე ერთი ამბავი, რომელსაც დღეს გვერდს ვერაფრით აუვლით, ელენე ხოშტარიასთვის წელიწადნახევრიანი პატიმრობის მისჯა არის. ანუ რა ფენომენია ეს. ყველასთვის, მათ შორის ქოცისთვისაც, რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს სასამართლოს ფასადის მიღმა წმინდა წყლის პოლიტიკური რეპრესიაა.
ინგლისურად ამას lawfare-ს ეძახიან, ანუ იარაღის კანონად გამოყენებას. ცხადია, ელენე პოლიტიკური მიზეზი დააპატიმრეს და პატიმრობის ოფიციალურ დასაბუთებაში ამას პირდაპირ ვერ ჩაწერა, რომ გვაწუხებს და იმიტომ დავაპატიმრეთო. ამიტომ გამოინახა ეს ფორმალური საბაბი, რასაც სასამართლოში გააფორმებდნენ და ქაღალდზე დაწერდნენ, რომ ეს არის მიზეზი. ბანერზე მარკეტ გაკეთებული წარწერა, მაგრამ რამდენად განსაკუთრებული და გამორჩეული უტიფრობა, ეს ამასაც ყველა ხედავთ, ხო? ყველა მიცის მოსამართლემ, პროკურორმა, ბრალდებულმა, ჟურნალისტმა, საზოგადოებამ, ყველამ ვიცით, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება წელიწადნახევრის პატიმრობას არ ითვალისწინებს. ისეთ ავტოკრატიულ ქვეყნებშიც კი, როგორც რუსეთია. მაგრამ სახელმწიფოს მიმტაცებელი ცხოველთა უტიფარი ფერმერი თავისი ფერმის ცხოველების პირდაპირ გვეუბნება ამას, რომ ყოველგვარი მორიდების და hesitation-ი როგორ არის, თავშეკავების, მოკრძალების გარეშე, რომ აი მინდა გამდის და იმას გავაკეთებ, რაც მინდა და რაც გამივა. აი ეს არის ზუსტად ძალაუფლების თავხედური, თავგასული დემონსტრაცია. ვაცლავ ჰაველი ამბობდა, ასე აღწერდა ტოტალიტარულ სისტემას, ავტოკრატიულ სისტემას და ამბობდა, რომ ამ სისტემას რწმენა არ უნდაო, მორჩილებას ითხოვსო. აი იმანიშვილის ეს ჟესტიც, ანუ მისი მოლაპარაკე პირების გახმოვანებული ის ამბავი, რომ იმიტომ დავიჭირეთ, რომ გვაწუხებს, იმიტომ დავიჭირეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტიაო, აი ამ თავხედობით და ამ უტიფრობით, ზუსტად ამ მორჩილებას ითხოვს ჩვენგან. ხო, დღეს არის ქართულ საზოგადოებაზე მთლიანად დამოკიდებული კომპლექსიანი პათოლოგი ავტოკრატის ვნებებს კიდევ დიდხანს ვათარეშებთ ჩვენს თავებზე, თავმოყარეობაზე, ღირსებაზე, ჩვენი შვილების და ოჯახების ნერვებზე და ფსიქიკაზე, თუ მართლა საბოლოოდ მოვიკრებთ ძალას და ნამდვილ ძალაუფლებას დავანახებთ გაბოროტებულ შარიკოს, ცახეს თუ ცხოველების ფერმის ბოროტ პატრონს. სულ ეს იყო, რაც დღეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა. დიდი მადლობა, ვინც მისმენდით ყურადღებისთვის. დარიო რადიო, მუდამ კარგი დარია.